ეს ეხა ჯაბამ დაალაგა, გაიგე პირველი კრუგები და ეხა ერთი იმდენი კრუგი გადალაგებას უნდა. პირველი ასაკობრივი ძუები. რაც შეეხება ამ უმცროსი ასაკობრივი ძუებს. აქ უფრო მეტი კონტრასტია იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს 3 ძაღლი, 4 ძაღლი აი უფრო თანაბარ პირობებში არიან რა ამ შემთხვევაში. და ბოლოდან უნდა დავიწყოთ. ეხლა აქ რა ხდება? აი ძაღლი ჯერ ერთი აქვს შეზღუდული მაგის ფეხი, შეზღუდული მოძრაობა აქვს. წეღარაცა ვთქვით, კონსტიტუციის ტიპი, ეს ძლიერი ხმელი კი არ არის, ეს ძაღლი არის, გაიყვანეთ რა ძაღლი, ჩემო ისეთ ლაპარაკობ იმზე. ძაღლი გაიყვანეთ. და ეს არის ამას ქვია პირველ ასაკობრივ ჯგუფში რომ ძაღლი აი ესეთ იმაში ეს არის ლოხი. ანუ ეს არის ასე ძლიერი ხმელი კი არ არის, ეს არის ლოხი აგებულების, აგერ აი ნახეთ დააკვირდით დიდი ღაბაბი, ყვითელი თვალები, მოძრაობა შეზღუდული. მიიღებს შეფასებას კარგს. მისი ატიპოდია ძაღლი, რომელიც ერთი თვის წინ ნახე და იმასთან შედარებით ცოტა გამოკეთებულია, მაგრამ ფორმაში ჯერ ვერ არის ჩამდგარი. ჩავარდნილია. წელი თუ პირობებში იყო ეთყობა, არ ვიცი რა. პირობებში კი მინდორში დავყავს 2 თვია. ხო და ჩავარდნილი წელი ძვალი აკლია, განვითარება, მოძრაობა აი ესე ამ გვერდს იქნებს, ხანიმა წელი ჩავარდნილი. 2 ძაღლი მიიღებს შეფასებას. აქედან ეს აესენი 5 ძაღლი მიიღებს შეფასებას ძლიერ. ეხლა რა ამათ შორის რა არის? აი ეს ძაღლი ხა მშვენიერი ძაღლია, ფორმატით ყველაფერს, მაგრამ აბსოლუტურად არის მოუმზადებელი საგამოფენო. ძაღლი უნდა ბზინავდეს, უნდა მდარი ბეწვი უნდა ქონდეს გაცლილი და უნდა იყოს კარგად იმაზე, რომ თვალმა მოგწას. იგივე შეიძლება იმას ეხლა დაჟანგულია რა ირო შეხედა. ქართული გამოთქმა არის, თვალი ჭამს და თვალი სვამს, ხო გაგიგია რა, როდესაც ყველაფერი თანაბარია. აი ფერსაც არ არის სხვათა შორის მნიშვნელობა რა, ზოგი რო ამოფშავი, შავჭრელი ჯობია, თუ ყავისფერი ჯობია. თავარია რომ როდესაც ძაღლი არის აი საგამოფენო, კარგად გამოიყო, თვალში უნდა მოხვდეს. ხო რა რა ხიშობა ყავისფერი იქნება ძაღლი თუ შავჭრელი. მაგრამ მაინც უნდა ითქვას რომ იმ ხვადებთან შედარებით ძუები მაინც ჩამორჩებია რა ამ ტესტერიერის თვალსაზრისით. ძლიერ კაცს მიიღებს ეს ძაღლები და როგორც ვთქვით, გაიცათ მერე ნახოთ. ეხლა რა არის თქვენზე დამოკიდებული? ისევ მოვლა დაკითხვა, რომ გაიცათ გამოვიდნენ უკვე საშუალო ასაკში, რომ მომზადებული იყვნენ რა ვიცი, შემდეგ გასამრავლებლად. ისევ ესეთ აი ამ თანმიმდევრობით დიპლომებზე რა ხდება? დიპლომი?